ბავშვობიდან რომ ეშინე ხმაურის ძალიან. და ეს დაიწყო, რამდენიმე თვის რო იყო, მე მქონდა ნაკარაკზე კისტის თოფი. და მაგას რო ვიცოდი ეშინა და მაგის მერე ნებისმიერი ბუშტის გახეთ ქვის და ეს ნებისმიერი ხმაური ძალიან შეშიოდა. ახალ წლებზე ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ეს თეთქდება ეს მაშხალები და ისინი შედის და სუიმალება ხოლმე ნაბაზანაში რა კანკალებს და მოკლედ დიდი ისაა პრობლემა. და პრობლემა მითხრეს რომ აი ესეთ გადაცემა არის და შეუძლია რომ დაგვეხმარონ და ეს პრობლემა მოკლედ აღმოფხვრას და დავეხმაროთ იმასაც დავეხმაროთ და ჩვენც გვეშველება როგორც გარეთ გავიყვანთ ბოლოს და ბოლოს რომ გარეთ ვეღარ გაყვას უკვე ზამთარში ესეთი ისევ დიდი პრობლემა არის და იმიტომ ეს გადავწყვიტე რომ დავუკავშირდეს ზიანოდ არის და გვეშველს მოკლედ დავეხმაროთ ამ პრობლემას. მომოჯეს რასიტყვებს ეუბნებით რომ მოვიდეს. მოდი. გაიწყავთ ხელზე თუ როგორ? მოდი. დაჯიკი. 6 წლის ახლა უკვე რა დროშანი შიშებია ხა? დაჯიკი. კარგი ბიჭი. ვაი ცოტა გაწვნის პრობლემები გვაქვს. ყარათ არა გამჯდარი ბრძანებები და იმიტომ მინდა რომ რაღაცნაირად სახში ისევ სახში იგნოს თავი. კამერის შეეშინდა ხო? არა უშ. მოდი. შენ ბიჭო კამერის თუ გეშინია ბათქაბუთქის უფრო შეგეშ. მოდი. აი. მოდი. ო, კარგი ბიჭი. აჰა. ნელა ეჩვევა ხო? დაწიკი. ვა. შენ რა მაგარი ხარ? ხო, ეხლა ნელა. ყველა ნელა. შო. მაგის მეჩემებში. კაი არო მაგიდის ქვეშ არ ძრება, ან სადმე ტახტის ქვეშ დაწოლის. გარბის ტუალეტში. ეს ყოველი გაყვანის დროს ესე ნერვულობს ხოლმე. ზოგადი ნერვულობს ამბობენ. და ხშირად ქოშინებს აი ეს სხვადასხვა დროს. და აი ესე უცხო ადამიანზე ხშირად აი როგორც ახლა კამერაზე ხონდა რეაქციები ხშირად შვება ეგეთ რა. ეხა ეს სანამ დაწყვეტდება ამას საერთოდ ყურადღება აღარავინ უნდა მიაქცია. და გარეთ როცა გაკრავთ ასე თუ დაიწყო ხტუნაობა ამის დანახვაზე. ეს დაკიდეთ ისევ თავის ადგილზე და წამოდით სახში. უნდა გაიგოს რომ ეს ხტუნაობა არ ჭრის. ქოშინი დაწიკი. სანამ ქოშინს არ მორჩება არაფერს არ გაქვს. დაწიკი. მერე ხანდახან უბრალოდ გამოიღეთ დაიგდეთ გვერდზე რომ იცოდეს რომ ამის დანახვა და გარეთ გასვლა არ არის ისინი რა ერთდროული მოვლენა. ეს თქვენი ნივთია, პატრონები თქვენ ახართ, როცა გინდა მაშინ აიხებთ, როცა გინდა მაშინ დაკიდეთ. ეს ამას არ ეხება. ამას ეხება მარტო ბრძანება რომ წავედით გარეთ იმ მომენტში. ხო? მოდით შენთან. დაჯიკი. კარგი. სახში ძალიან ბევრი მოშოება მოგვიწია. აგზნებულია ძაღლი, ნერვულობს. ამის დანახვაზე გაგიჟდა და დაიწყო ხტუნაობა ფარფხალი. გასროლის ხმაზე ძალიან ანერვიულდა და კარებს ეცა როგორმე სადმე გაქცეულიყო, ვეცადეთ დაგვეწყნარებინა. ნაწილობრივ დაწყნა და ეხლა ვცდილობ, ეხლა ვცადოთ გარეთ გაყვანა და იქაც იქნებ ცოტა ენერგია დახარჯეს, რომ უფრო დაწმებდეს და უფრო ნაკლებად მიაქციოს ყურადღება თქვათ მსროლას. ხო, ან რაღაც სხვა ხმაურს. ეხლა გავალთ გარეთ. განაგრძეთ, კარგია, არაფერი, არ გაჩერდე, წადი. აი ხომ მაგას გიხსნიდი, უყურე სანდრო. შენ ქაჩა უკან და უკან უფრო ძლიერია, გადაკაჩავს. გვერდულად, მოდი აქეთ. აი ეგრე ნუ ეკაჩებ, ეგრე მოკაჩვას, აზრი არა. არა, ხო და მაჩვენე. შენ ქაჩავ დიდხანს ქაჩავ, დიდხანს კი არ მოკაჩვ. ერთი ცალი და всё. არ მაინტერესებს.
მიუწევთ საშუალება ეს რა არის იცი თუ ესე დაიწყო ფართხალი მიუწევთ საშუალება ენერგია დახარჯოს თავს ყოფს მიუშვი თვითონ აი ახლოს მიდი ხო ვეღარ გამოძრებ აჰა უბრალოდ გადეკ ერთ ადგილას არაფერი აღარ გაყვე გაჩერდი შენ ხო ამას თადე წამოიყვან კაია ფართხალებს იყავი შენ ესე გაჩერდი ოფეხი არ იტკინო აი ეს ჯაჭვის ვინ მოიგონა ეს ჯაჭვის საბელები რა თუ დაგჭა ის ქათამი მიეცი ცოტა ოღონდ იმის მერე რაც ეთქვი რომ დაჯდეს არ შეიძლება რომ აქეთ შემოიყვანო რამენაირად თუნდაც დიდხანს ქაჩო გზაზეა და გაგექცევა ცოტა მეტი ენერგია რო დახარჯოს ცხადია გარეთ უფრო მეტი ენერგიას ხარჯავს ვიდრე სახლში ძალიან ბევრი ფართხალა შეეშინდა რამდენიმე სხვებმა სისროლე ჩვენგან დამოუკიდებლად გარეთ ბავშვების სოლის ვერ ახალი წელი მოდის ეშინია ჯერ კიდევ ეხა ენერგია დახარჯა ეხა ისევ სახლში ავიყან და ვნახავთ იქ როგორ მოიქცევა უკვე შედარებით ენერგია დაცლილი აბა ნახეთ ცოტა ეშინია თუ გავართობთ ეგეც დავიწყდებ გავართეთ არც ხოთებით დაჯიქი კარგი ბიჭი აბა დაწიკი აი ეს პირველ ჯერზე საკმარისია მე კიდე უფრო და უფრო დაწყნარდებ დაწიკი აი დავაწყნარეთ არეშინია სროლის ცოტას კიდე ნერვიულობს და კიდე აქცევს ყურადღებას მაგრამ ნელ-ნელა ეს ყოველდღიური ვარჯიშით იმას ვიდავთ რა მოვაშთობთ ამ ნერვიულობას ეხლა ამისთვის თავარი არის ქათამი არის რა იმისი ქათამი არ აინტერესებს არც სროლა არც არაფერი თითი არ მომაჭამო